გამარჯობა, დღეს ჩვენ ვნახავთ ამ პოზიციას. მაგრამ სანამ ვნახავდით, მინდა რომ ბოდიში მოვიხადო, იმიტომ რომ დიდი ხანია ვიდეო არ ამიტვირ თავს. იმიტომ რომ სახლში მიმდინარეობს ახლა რემონტი მიმდინარეობს ახლა ჩემს სახლში და სოფელში მოვედი თან ეგეც. ხო, ნუ მოდი ახლა ვნახოთ ან დღეს ჩვენ განახებთ მე თქვენ განახებთ კვერცხის გამბიც. ხო, შეიძლება არ მოგესმათ, მაგრამ რა შუაშია კვერცხი ჭადრაკთან. მოდი გავარკვიოთ. იწყება E4-ით. შემდეგ გაგრძელებ ეს ჩვეულებრივად რა. მაგრამ უნდა ითამაშო მეორე სვლა G3. მხედარი რომ გამოვა. აი მაგალითად აქ მოვიდა რა, მაგალითისთვის ვამბობ. ხო, ნუ მერე ისევ G-პაიკით უნდა ითამაშო. შეგიძლია ორი უჯრითაც დაიწყო და მერე კიდე წინ წაიყვანო. როგორც შენ გინდა. კარგი, შემდეგ ხედარს უშვებ, შემდეგ კუს რო გამოუშვებს. შენ რა თქმა უნდა ამას დაიცავ, ან ნახეთ, ჩანგალი არის აიქ მხედარმა რომ მოკლას. უბრალოდ ეხა მეფე არის ერთადერთი ფიგურის მომაშორებელი რა მხედარი რომ მოკლას და კურო დაიცავს ვერ მოკლავს, ამიტომაც ეტლს დაკარგავენ. ხო, ნუ ამ პაიკის შემდეგ თუ ამ პაიკით მოკლავს, შენ კუს გამოუშვებ და მაგალითად ამ მხედრის შემდეგ როკს გააკეთებ. მაგრამ თუ კუთი მოკლავს, შეგიძლია მხედრით მოკლა. ან გადაფარო კუ, მაგრამ მხედრით მოკლა უფრო კაი აზრი არის. ანუ ამ შემდეგ კუს გამოუშვებ და ეხლა რაც არ უნდა გააკეთოს, ხო, ნუ ამას თუ მოკლავს, მეფით მოკლავ, რა თქმა უნდა, ესე. მაგრამ თუ სხვა რამეს გააკეთებს, მაგალითად მხედარ C6, შენ როკს გააკეთებ და ვსო რა, სულ ეს არის. მერე თუ გინდა ამ მხედარსაც გააგდებ. მოდი ახლა ვნახოთ თუ რატო ჰქვია კვერცხი საერთოდ. რაწყისებზე რომ დავბრუნდეთ, ნახეთ G ანუ E ხაზზე ითამაშეს, მერე G ხაზზე და მერე კიდე G ხაზზე ითამაშეს პაიკი. გამოვიდა სიტყვა EG, ანუ კვერცხი. აი ნახეთ ქვევითაც, აი E აქ არის G და G. კაი, დღეისაც კიდე სულ ეს იყო, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. მე კიდე ამით დაგემშვიდობებით, ნახვამდის.